ზუსტად 26 წელი გავიდა 1999 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა ევროპული საბჭოს სრულფასოვანი წევრი. 26 წელი მძიმე შრომის, უმძიმესი ბრძოლების, ბევრი დაღვრილი სისხლის, მაგრამ რაც მთავარია, ძალიან დიდი იმედის 26 წელი, რომ ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ასე დავიცავთ ჩვენს ქართულ ნამდვილ ეროვნულ ინტერესებს. და რაც მთავარია, ავაშენებთ ქართულ ძლიერ სახელმწიფოს. 26 წელი გავიდა მას შემდგომ, რაც ევროპული საბჭოს ასამბლეაზე პირველად გაჟღერდა, რომ ვარ ქართველი და მაშა სადამე ვარ ევროპელი. ჩვენ და საუბედუროდ 26 წლის შემდეგ დღეს ისევ ქართველებმა, ქართულმა დელეგაციამ საკუთარი ტყავის გადასარჩენად და მოპარული კორუმპირებული ფულის დასაცავად დატოვა ევროპული საბჭოს ასამბლეა. დატოვა ისე, რომ არ უკითხავთ საქართველოს მოქალაქეების აზრი და რაც ყველაზე სასაცილოა და სამწუხაროა, ამაში ცდილობენ დაადანაშაულო ევროპელები და საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ სიმძიმემ არ უნდა შეგვაშინოს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი ბრძოლა და მთელ მსოფლიოს უნდა დავანახოთ, რა არის ჭიშმარიტი, ნამდვილი ქართული ოცნება. ეს ქართული ოცნება არის ძლიერი, წარმატებული, ეროვნული, ევროპული ქართული სახელმწიფო და ჩვენ ამას მივახცევთ ყველგან. რუსთაველზეც, ბათუმშიც, ზუგდიდშიც, პროტესტზეც, ევროპაშიც. ეს იქნება ის იდეა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებდა და გაგვაერთიანებს. ეს იქნება ჩვენი ახალი ეროვნული მოძრაობის მთავარი მიზანი, რომელიც უკვე დაიწყო და რომლის ხმაც უკვე რუსთაველზე ჟღერს.